დღეს 12 საათიდან გალერეა ნოჩა მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ყვავილების გამოფენას მასპინძლობს. ულამაზესი გალერეა საოცარი და ზღაპრული გარემოთი უამრავ დამთვალიერებელს უმასპინძლებს. ნინო გელაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი, სტუმრობს გალერეას და ყვავილების გამოფენაზე უფრო მეტ სწორედ ნინო მოგვიყვება. დილამშვიდობისა, ნინი. ელისაბედ, დილამშვიდობისა. დილას პოზიტიურად დავიწყებ ჩვენს მაყურებელთან ერთად და პატარა ზღაპრულ გარემოში გამოგზაურებთ. როგორც შენ აღნიშნე, მე ახლა გალერეა ნოჩაში ვარ, რომელიც მხატვრისა და ილუსტრატორის ნინო ჩაკვეტაძის ახალ ექსპოზიციას მასპინძლობს. ყვავილების გამოფენა, ასე უწოდა თავად ხელოვანმა ექსპოზიციას, რომელიც ბავშვობის თბილ მოგონებებთან და განსაკუთრებულ ფერებთან ასოცირდება. აქ წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი სწორედ იმ გაზაფხულის ენერგიასა და ბავშვურ სიფაქიზე საერთიანებს, რომელიც ნინო ჩაკვეტაძის შემოქმედებას ყოველთვის თანსდევს. ჩემს გვერდით ახლა არის ხელოვანი და ის თავად უფრო მეც მოგვიყვება იმის შესახებ, თუ რა არის წარმოდგენილი ამ გამოფენაზე. დილამშვიდობისა, ქალბატონო ნინო, დიდ მადლობას გიხდით, რომ ამ ულამაზეს გარემოში გვმასპინძლობთ. განსაკუთრებულად გვიყვარს ჩვენ აქ მოსვლა და საერთოდაც არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უყვარს აქ მოსვლა და ვინც არ აღნიშნავს, რომ მისთვის თქვენი ნამუშევრები ბავშვობის ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება. მოგვიყევით ახალი გამოფენა, რას მოიცავს, რამდენი ნამუშევარი არის წარმოდგენილი და რა არის მთავარი თემატიკა? დილამშვიდობისა, გმადლობთ მობრძანებისთვის ჩემს გალერეაში. გუშინ გავხსენით ახალი გამოფენა, რომელიც ყვავილებს მიუძღვენით, რადგან ახლა ისეთი პერიოდი გვაქვს გაზაფხული, რომელიც გადადის ზაფხულში და ირგვლივ ბევრი ყვავილი არის, ბევრი მცენარე, ასე ვთქვათ, ცოცხლდება და ეს გამოფენაც მიუძღვენით სწორედ ამ თემატიკას. ნამუშევრებში, ასე იგი, ცალკეული ნატურმორტების გარდა, ასევე არის ჩვეული ჩემი კომპოზიციები, სადაც აუცილებლად არის ყვავილი წარმოდგენილი. ნამუშევრები, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი, ერთიანდება გაზაფხულის ნამუშევრების სერიაში, რომელზეც ბოლო დროს მუშაობდი, თუ ეს არის ძველი ნამუშევრებიც, ახალიც? გალერეაში საერთოდ ჩვენ მუდმივი ექსპოზიციაც გვაქვს და არის ძველი ნამუშევრებიც, მაგრამ ძირითადად წარმოდგენილი არის 27 ახალი ნამუშევარი, სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილი. მე რამდენადაც ვიცი, თქვენ ნაკლებად და უფრო იშვიათად ხატავთ ხოლმე პეიზაჟებს და ჩვენს უკან ახლა არის ულამაზესი პეიზაჟი და მოდით მოგვიყევით, რა იყო მისი შექმნის მთავარი ინსპირაცია? დიახ, ჩემს შემოქმედებაში ესე ცალკე პეიზაჟი ძალიან იშვიათად არის ხოლმე, ყოველთვის არის, ვთქვათ, პერსონაჟი ამ პეიზაჟთან ერთად, მაგრამ ეს ნამუშევარი მიუძღვენი ერთ ესეთ საოცარი დღე მქონდა, რამოდენიმე წლის წინ იყო ეს, როდესაც ვიმოგზაურე ზეკარის უღელტეხილისკენ ვიყავით ესე წასულები და აი იქაურმა ბუნებამ აი ესეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გამახსენდა ეს ყველაფერი და აი ამ ნამუშევრით მიუძღვენი იმ დღეს აი სწორედ აი ამ ნამუშევარშია ის დღე წარმოდგენილი, თუმცა იქ ჩვენ ბევრი ცხენი შეხვდა, საოცარი რაღაც ნახეთ. ძალიან ბევრი ცხენი იყო, ცხენების რემა, მაგრამ რაღაცნაირად აქ ყვავილებზე აქცენტი გავაკეთე მაინც და ბუნებაზე და ცხენები ამ შემთხვევაში არ დამიხატავს. თქვენ მე რამდენადაც ვიცი, ხატავთ როგორც რეალურ სურათებს და პეიზაჟებს, ასევე წარმოსახვით ნახატებსაც და საინტერესოა თქვენთვის როგორც ხელოვანისთვის, რომელს უფრო ცოცხალი ემოცია მოაქვს? აი მე ვფიქრობ, რომ ალბათ რეალური პეიზაჟების ხატვას, ხომ? როგორც აი ამ ნახატზე აღნიშნეთ. ეს პეიზაჟებს როგორც ვთქვით, ცოტა ნაკლებად ხატავ, მაგრამ აი ყვავილების ნატურმორტებს რაც შეეხება, მე ასევე ფოტო მოყვარულიც ვარ, ასე ვთქვათ და ყვავილების ნატურმორტებს, აი ხა უკანა ეს ნატურმორტი რო გვაქვს წარმოდგენილი, ფოტო გადაღებული, ეს ყვავილები დააკრეფილი არის ბაკურიანში, ანუ აი ეს არის რეალური ნატურმორტიდან დახატული ნახატი, რომელიც ასევე ფოტოც არსებობს, მაგრამ ხა ეს ფარდები და თვითონ გარემო უკვე წარმოსახვის შედეგია. თქვენ ძალიან გიყვართ ბევრი ფერი, აქ მოსული დამთვალიერებელი კარგად ხედავს, რომ ძალიან ლამაზი ფერები არის, ასევე შეხამებული არის ძალიან ჰარმონიულად და ასევე გარდა ყვავილებისა და ფერებისა, ბავშვებიც ძალიან ხშირად არიან თქვენს ნახატებში. რასთან ასოცირდება თქვენთვის ეს ბავშვი, ბუნება, ძალიან საინტერესოა. ბავშვები, რა თქმა უნდა, ბავშვობასთან, მოგონებებთან, ნოსტალგია და ასევე ძალიან ხშირად ვხატავ
მოხუცებს, რომლითაც ყოველთვის უძღვნით ჩემს ბებიებს და ბაბუებს, რომლებიც ძალიან ისეთი დიდ როლს ასრულებდნენ ჩემს ბავშვობაში და ასე ვთქვათ, ძალიან ესეთი მენატრება ეს პერიოდი და მოხუცებსაც ესე ხშირად ვხატავ. ჩვენს უკან ჩანს რამდენიმე ნამუშევარი, რომელიმეს ხომ არ გამოარჩევდით, რაც არის თქვენი რეალური წარსულიდან, ბავშვობიდან და განსაკუთრებული ემოცია მოაქვს თქვენთვის. ხო, აქ ესე ავტობიოგრაფიული ნამუშევრები არ არის აქ არც ერთი. ერთადერთი აი ჰერბარიუმის თემას მიუძღვენი. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ზაფხულის განმავლობაში მცენარეების სკოლაშიც გვავალებდნენ სხვათა შორის, რომ აქ ფოთლები, ყვავილები უნდა გაგვეხმო და შემდეგ რაღაც კომპოზიციები გაგვეკეთებინა და აი ეს ნახა ჰერბარიუმის სწორედ აი ჩემი ბავშვობის ამ მოგონებას დაუკავშირე. ძალიან დიდი მადლობა, დიდ წარმატებას გისურვებთ და ჩვენს მაყურებელს ვეტყვი, რომ თუ გსურთ ამ ჯადოსნურ გარემოში იმოგზაუროთ, აუცილებლად ეწვიეთ გალერეა ნოჩას და აქვე შეგახსენებთ იმას, რომ აღნიშნული ექსპოზიცია გალერეაში გაგრძელდება 28 ივნისის ჩათვლით. ნინო, დიდი მადლობა ჩართვისთვის. შეგახსენებთ, რომ ნინო გელაშვილი გვერდებოდა გალერეა ნოჩადან, სადაც იმართება ნინო ჩაკვეტაძის ყვავილების გამოფენა.